მონადირეების სეზონის დასაწყისისთვის ემზადებიან გარემოს დაცვითი ზედამხედველობა კი კონტროლის გამკაცრებისთვის 22 აგვისტოდან გადამფრენფრინველებზე ნადირობა ოფიციალურად იხსნება. რა საბუთები დასჭირდებათ მონადირეებს, სად არის ნადირობა მკაცრად აკრძალული და რა სანქციები ელოდებათ ბრაკონიერებს. გივი კუჭავაგი ამბობთ. სეზონი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ მონადირეები დროს უკვე ითვლიან. გადამფრენფრინველებზე ნადირობას ისინი 22 აგვისტოდან შეძლებენ. აპირებენ, რომ წესები თავადაც დაიცვან და იგივეს მოქალაქეებსაც მოუწოდებენ. მონადირეები ველოდებით სეზონის გახსნას 2026 წლის 22 აგვისტოსთვის მე და ჩემი მეგობრები ნადირობთ ყველა წესის დაცვით და ყველა მონადირეს მოუწოდებთ, რომ დაშვებულ ადგილებზე ინადირონ დაშვებულ სახეობებზე. ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლა გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრიორიტეტია. შესაბამისად, ნადირობის სეზონის დაწყებასთან ერთად კიდევ უფრო ძლიერდება კონტროლიც. უფლების მისაღებად აუცილებელია დაწესებული 10 ლარიანი მოსაკრებლის წინასწარ გადახდა. ასევე იარაღის ფლობისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ჩვენი პატრულების ეკიპაჟები ამოწმებენ უშუალოდ მონადირეების იარაღებს, უმოწმებენ კონკრეტულ გადახდის ქვითრებს, როდესაც აღნიშნული ქვითარის წარმოდგენა ხდება, რა თქმა უნდა, ლეგალურად აქვს ამ შემთხვევაში უფლება მონადირეს, რომ მისთვის დადგენილ ტერიტორიებზე მოახდინოს ნადირობა. ნადირობა აკრძალულია კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მათ შორისაა ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრები, სახელმწიფო ნაკრძალები, ეროვნული პარკები. დადგენილია ფრინველების სახეობები, რომლებზეც ნადირობა დასაშვებია და განსაზღვრულია დღიური ლიმიტები. ლიმიტის გადამეტება ითვლება ნადირობის წესის დარღვევად, ხოლო მოპოვებული რაოდენობა ჩაითვლება უკანონოდ მოპოვებულად და გატარდება შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები. ძალიან მკაცრად გაკონტროლდება ხმოვანი ელექტრონული სიგნალების გამოყენება. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მონადირეებს მკაცრად დაიცვან კანონით დადგენილი წესები. ბრაკონიერობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში კანონდამღვრევს ჯარიმის გადახდა მოუწევს. გადამფრენფრინველებზე ნადირობის სეზონი 1 მარტამდე გაგრძელდება.